წარმოიდგინეთ უეცრად მრგვალ ოთახში აღმოჩნდით. პირველი კითხვა: არის თუ არა სინათლე? მეორე კითხვა: საით არის კარი თქვენთან მიმართებაში, თუ თქვენ ოთახის ცენტრში დგახართ? მესამე კითხვა: ოთახში უეცრად ფანჯარა ჩნდება. სად გაჩნდა ის თქვენთან მიმართებაში? გილოცავთ, თქვენ გაიარეთ ტესტი. ახლა გავიგოთ პასუხები. ცნობისათვის ჩვენს არხზე შეძლებთ უამრავი საინტერესო ტესტის ნახვას. გამოგვიწერე. პასუხი პირველ კითხვაზე. თუ ოთახში სინათლე იყო, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრება მიმართული გაქვთ თქვენკენ, თქვენივე კეთილდღეობის შესაქმნელად. თქვენ არ იცდით, არამედ მოქმედებთ. თუ ოთახში ბნელოდა, თქვენ ყოველთვის ცდილობთ, რომ მოერგოთ სოციალურ გარემოსა და პირობებს და მოგწონთ კომფორტის ზონაში ყოფნა. პასუხი მეორე კითხვაზე. კარი თქვენგან რომელიმე მხარეს ან პირდაპირ. თქვენ მიეჩვიეთ თავად მოაგვაროთ საკუთარი პრობლემები. ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი გაქვთ. კარი ზურგს უკან. ამჯობინებთ პრობლემებს თვალი არ გაუსწოროთ. თქვენ ყოველთვის დინების მიმართულებით მიდიხართ. პასუხი მესამე კითხვაზე. ფანჯარა მარცხნივ ან ზურგს უკან. ცხოვრებას სწავლობთ ზღვის შეცდომებზე და გამოცდილებასაც ცოდნით აგროვებთ. ფანჯარა მარჯვნივ ან პირდაპირ. თქვენი მეთოდია მცდელობები და შეცდომები. მიზნისკენ ყოველთვის მარტო მიიწევთ, არ ითხოვთ დახმარებას არავისგან. თქვენი კომენტარები.